საქართველოში კვერცხის დეფიციტია, ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით ვირუსი მსხვილი ფერმების დიდ ნაწილს უკვე მოედო. გამოცემა წერს, რომ ფრინველის გრიპი, რომელიც ახლა ცირკულირებს ადამიანზე, იშვიათად გადადის. რადიო თავისუფლებას წყაროები უდასტურებენ, რომ ქსელურ მარკეტებში კვერცხის დეფიციტი სწორედ ქათმის გრიპმა გამოიწვია. ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე ერთ-ერთი საწარმოს შენობა დაიწვა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ოცნების წევრის დავით მათიკაშვილის მამას ყვარელში ვარსკვლავი გაუხსნეს. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. ღონისძიებას ოცნების სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. უჩის ფეხსაცმელი, 10-მდე ტელევიზორი, PlayStation 5, მარშალის დინამიკი, Xiaomi-ის მტვერსასრუტი, 2 ჰოვერბორდი, დამტენები და სხვა ნივთები. გორის სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ორ პირს, რომლებიც თბილისში 11 ვინის ქურდობის ფაქტზე დააკავეს. ერთ-ერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მეგობარს ნივთები როგორც ნაჩუქარი, ისე მიჰქონდა. ფიქრობ, რომ ახლა უკრაინაში არჩევნების ჩატარების დროა, თქვა ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ზელენსკის ადმინისტრაცია ომს იყენებს იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩაატარონ. შესაძლოა ზელენსკიმ გაიმარჯვოს, არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს. დემოკრატიაზე საუბრობენ, მაგრამ რაღაც მომენტში ეს დემოკრატია აღარ არის, ამბობს ტრამპი.